ამ ვიდეოში მინდა გესაუბროთ STEM კლუბის კიდევ ერთი წევრის მარიამ ხუჯაძის შესახებ. დააკვირდით თარიღს სპეციალურად დავიწყე ვიდეოს ჩაწერა ამ კადრებით. აგვისტოს თვეში მარიამი აქტიურად დადიოდა STEM კლუბის შეხვედრებზე, ეს იქნებოდა დაკავშირებული კონკრეტულ დღესთან თუ აქტივობასთან. დააკვირდით ოღონდ რა პოზიციებს იკავებს ხოლმე მარიამი ვიდეოებში. ცდილობს, რომ ოდნავ მოშორებით იყოს არაცენტრალურ ადგილას, ყველაფერს აკვირდება ყურადღებით, მონაწილეობს ყველა აქტივობაში, იმახსოვრებს ყველაფერს და არის ხოლმე ძალიან მოკრძალებით. თუმცა, როგორც კი საჭიროება მოითხოვს, მარიამი სრულ მზადყოფნაშია, გასცეს კითხვებს ამომწურავი პასუხები, ჩაერთოს, მას აქვს საკმაოდ მაღალი ემოციური ინტელექტი და ზუსტად ხვდება რა დროს რა არის საჭირო. მინდა ასევე გიამბოთ, თუ როგორ გავიცანი მარიამი პირველად. ეს იყო რეპორტაჟებიდან. მარიამზე იყო გადაღებული რეპორტაჟები, როგორც პატარა ნიჭიერ მსახიობზე. მარიამი არის მართლაც მრავალმხრივ განვითარებული გოგონა, რომელზეც მართლა ვერ ვიფიქრებდი, თუ ტექნიკური მიმართულებით აი ამხელა ინტერესსა და მონდომებას ასევე ნიჭსაც გამოავლენდა. ბოლო პერიოდში მარიამმა ორ მნიშვნელოვან გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. პირველი ეს იყო გონიოს ციხის ტერიტორიაზე გამოფენა, სადაც მართლაც გააოცეს დამთვალიერებლები ჩვენმა გოგონებმა და მეორე ეს იყო უკვე ბესეუ სამეცნიერო ფესტივალი. ორივე ღონისძიებაზე მარიამი მეგობრებთან ერთად მთელი გულმოდგინებითა და მონდომებით უხსნიდა დამთვალიერებლებს, თუ როგორ მუშაობდა ჩვენი ქალაქის მოდელი და მცირე მოწყობილობები, რომელიც მასზე არის განთავსებული. კიდევ უამრავი რამ შეიძლება ითქვას მასზე და მომავალში შემოგთავაზებთ აუცილებლად ინტერვიუს.